ჯერაც მიმდინარე 2025 წლის მიწურულს უკლებრივ ყველა ჩვენგანი მათ შორის მეც საუბრობთ თემაზე როგორი იყო 2025 წელი და ყველანი ვამბობთ რომ დიახ ჩვენ უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს რომ დავმარცხდით მეც ასე მგონია გულახდილად გეტყვით 2025 წელი ჩემი აზრით ბევრად უარესი იყო ვიდრე 2024 ასე მაგალითად აი მაგალითად ერთი მაგალითი 25 წლის დეკემბრის 27-ში რუსთაველის გამზირზე იქნება 10 პირობითად 1500 მოქალაქე შარშან ამ დროს 24 წლის დეკემბრის მიწურულს 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე იყო უხეშად 50000 კაცი ან 70000 კაცი შესაბამისად შემცირებულ ვართ განა არა ჩვენთან სხვა წარმატებებსაც მიაღწია ბიზნა ივანიშვილმა რუსმა და მისმა მმართველმა მის მიერ დანიშნულმა მმართველმა პარტიამ ხუნტამ რომელიც მართავს საქართველოს ეს არის რუსული კანონები ეს არის რეპრესიები ეს არის ის ჯოჯოხეთური პოლიტიკა მათ შორის აღვირახსნილი კამპანიები ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ ეს არის რეპრესიები აქ იგითხარით რამდენი ათეული მოქალაქე მოხვდა საპატიმროში პოლიტიკა მოკვდა ხალხნოდა დაგვიანონს ეს ლამის ისიც რომ პოლიტიკურ პარტიებსაც გააუქმებენ და 2026 წელს არჩევნებს თუ ჩაატარებენ ან როცა ჩაატარებენ პრაქტიკულად მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ არჩევნები ჩაატარეს ამაზე ვიმსჯელებთ მაგრამ მანამდე ერთი რამ უნდა ვთქვა კიდევ რა იყო ისი ჯოჯოხეთური მიმდინარე წელს ღალატის კომისია თეატრ ლუკიანისა საქართველოს de facto თუნდაც ხელისუფლებამ ღიად თქვა რომ ომი დაიწყო საქართველოს და ამის გამო დასჯის იმ პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს რომლებმაც თეატრ ლუკიანისა და სხვა რუსი ბანდიტების წარმოდგენით აზრით პროპაგანდით და მიდგომით თუ ფიქრით საქართველოს უღალატეს და იმ ადამიანებს რა მაგრამ საქართველოსთვის არ უღალატიათ რა და 2008 წელი იყო სწორედაც რომ რუსეთის აგრესია და რუსეთის მსტოვრები არიან ჩვენთან დღეს საქართველოსში ხელისუფლებაში სამწუხაროდ 25-ზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ამასობაში შემოგვავიწყდება ხოლმე ან ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ მომავალ დღე-დღეზე რო დადგება იმ 2026 წელს არა და 2026 წელზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და არა დღენიაдаг თვალის გაქცევა 2024 თუ 25 წლისაკენ და თვითგვემაც ეს უნდა გაგვეკეთები და ეს ვერ გავაკეთეთ ეს იმის ბრალია და ეს ამის 26 წელს ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ჩემი მოსაზრებით მაგრამ არც საქართველოს de facto ხელისუფლება და მის ზურგს უკან დგომი რუსეთი იქნება ჩამოგრჩება და არც რუსეთი იქნება გულზე ხელდაკრეფილი და ჩემი მოსაზრებით, ჩემი ფიქრით, ანალიზით, რუსეთი საქართველოს de facto ხელისუფლებას სთხოვს, რომ ამ უკანასკნელმა მაისში, მაგალითად, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, იმ რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, სატელიტ პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგალითად, კახარიას პარტიას, მაგალითად, გირჩს, იაგო ხვიჩიასი შესაძლოა სხვებსაც მიიღოს 114-115 ხმა 150 ხმიდან 150 დეპუტატიდან 115 დეპუტატი გაიყვანოს და მალევე ეგრევე განახორციელოს საკონსტიტუციო ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებები რასთან არის დაკავშირებული ეს ცვლილებები რუსეთს უნდა რომ საქართველოს ღიად თქვას უარი ნატო ევროკავშირზე საქართველოს დააკანონოს რუსული ბაზები და საქართველოს დააკანონოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრები კიდე რამდენიმე რამ უნდა მაგრამ ამაზეც ვისაუბროთ თუ მოვასწარით და არაერთხელ ვისაუბრია მათ შორის მაგალითად უნდა რუსეთს რომ საქართველოს გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი გაგიკვირდებათ და ბედარწმუნებული ვარ რომ არც გაგიკვირდებათ ხო და აი ამ ამბავში ვართ ახლა ჩვენ ამ ამბავში ვართ და მძიმე ამბავში ვართ ახლა ჩვენ იქნება ყველაზე მძიმე შიც და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა რომელიც ამბობს ღიად და მართებულადაც იქცევა რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში იმიტომ რომ სამი პოლიტიკური სუბიექტი ამასობაში გაუქმებული ეყოლება ქართულ რუსულ ოცნებას და სწორადაც იქცევა მაგრამ ეს პოლიტიკური სუბიექტები ვინც ამას ამბობს თითქოს
ან ნაკლებად, ან იშვიათად გვესაუბრებიან იმაზე, რა გზას უნდა ვეწიოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბანდა ხელისუფლება მართლაც რუსეთის გარდახილ ცხადია გამოაცხადებს ამ არჩევნებს, რომელსაც ჩვენც ვითხოვდით, თუ თლად გულახდილები ვიქნებით, ოღონდ ჩემი კონცეფცია პერსონალურად და არა მხოლოდ ჩემი, იყო ამგვარი, რომ ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა ახლაც ამავე აზრისა ვარ, უნდა დავამარცხოთ ქართული რუსული ოცნება ვიდრე არჩევნებამდე, არჩევნების ჩატარებამდე უნდა დავამარცხოთ ქართული რუსული ოცნება და საერთოდაც ქართულ რუსულ ოცნებას არც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თუ მის ან თუ სხვის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა საერთოდაც მიიღოს, იმიტომ რომ ნებისმიერი დაშვება, რომ ქართული რუსული ოცნება მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვრისკავთ და მას ვაძლევთ ერთგვარ შესაძლებლობას, რომ მან გააყალბოს არჩევნები, მართლაც ირაკლი კობახიძის მეცადინეობით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომ თუ ჩატარდება არჩევნები და ირაკლი კობახიძეები თუ დანიშნავენ არჩევნებს და ჩაატარებენ, რაც თავარია, ისინი აურაცხელი რესურსის მფლობელნი არიან და ყველას, ვინც ძლიერია ან მათზე ნებისმიერ შემთხვევაში სუსტია, რას საკვირველია დაამარცხებენ იქაც კი, სადაც მარცხდებიან თავად, ანუ მარცხდება ქართული ოცნება. ამიტომ ჩემი მოსაზრებაა, რომ ისინი საერთოდ არ უნდა გააკარო არჩევნებს. საერთოდ ასაკრძალი პარტიაა, მეთქი ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს რუსული ფაშიზმის აქ დამამკვიდრებელი პარტიაა ქართული ოცნება და კომუნისტ-ფაშისტ საქართველოს ამონგდებიკაცია პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი. შორს აგვიყვანს ახლა ამ თემაზე საუბარი, მოკლედ ქართული ოცნების ოპონენტები, რომელთა ნაწილს ხოთაშორის კლავს ლამის პირდაპირ ბიზინა ივანიშვილი ბანდიტი, ამაზე არან იშვიათად ლაპარაკობენ. რა გზას უნდა ვეწიოთ იმ შემთხვევაში, თუ დაგვინიშნა ამ ბანდიტმა ივანიშვილმა მაისში არჩევნებს, ხოთაშორის ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ეს მოთხოვნა მესმის, რომ კარგახანი აღარ ისმის, მაგრამ და კარგიც არის რომ აღარ ისმის. მაგრამ მაინც ისმოდა და ჩვენ ვითხოვდით ამ ხელახალარა რიგ გარეში არჩევნებს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა, ეგრე მაგის პასუხია. ჩვენ ვითხოვდით ხელახალ არჩევნებს, შემეშალა და ბიზინა ივანიშვილი კი თუ ჩანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს, თითქოს არჩევნებია, მაგრამ თითქოს ეს რაღაც დეტალია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ხაზის გასმა. კარგით, მოკლედ სტრატეგია არ აქვს მეთქი ამის თქმა ამ სურს, არ აქვს ოპოზიციურ სპექტრს. აქვე პატივისცემაც ცხადია უდასტურებ არა მხოლოდ საპატიმროებში მყოფებს, რომელთა ნაწილიც არაჩვეულებრივი წერილებით მოგმართავს საპატიმროდან და გვაცნობს საკუთარ კარგ მოსაზრებებს და სწორ მოსაზრებებს, არამედ უდასტურებ პატივისცემას საპატიმროს მიღმა მყოფებსაც, არავითარ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება, მეორე ხრიატო არ მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ ისინი ასე გავაკრიტიკო, კი, საკრიტიკონი არიან გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ შესანიშნავად მესმის, შესანიშნავად ხედავ რა მძიმე მდგომარეობაშიც ვართ ყველანი, ადეკვატური არა ადეკვატურობა დაკარგულია პოლიტიკური სპექტრის ნაწილი და ესეც ბუნებრივი პროცესია, მონსტრს ურჩხულს ვებრძვით ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით. კარგით, და ამ ამასობაში რომ რაღაც ცალკეულ შემთხვევებში ცნობები დაუშვან ადამიანებმა, არც ეს არ არის გასაკვირი, თავარია კონცეპტუალურად არ შეცდნენ და არ შეგვეპაროს მათში ეჭვი. ახლა ისმის კითხვა, არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, არ მივიღებთ მაღალი ალბათობით, მაგრამ რას გზას ვეწევით მეთქი? მე სიმართლე გითხრათ, კიდევ ვიცით რაზე სურს საუბარი, რომ ვის ვეყრდნობით? არსებული პოლიტიკური სპექტრი კარგი, თუნდაც კარგი, პოლიტიკაში დაბრუნებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ არ არის დრო, არა მაინც და მაინც არჩევნების კონტექსტში, რომ ახალი სუბიექტები გიჩქიბოდიშებთ გაჩნდეს ჩვენ სინამდვილეში. ვინო თქვენ გკითხავთ და შესაძლოა გაგექცევათ ფიქრი იმისკენ, რომ მე თითქოს გულისხმობ ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას. არა, ძალიან ვერიდები ამ სიტყვის დასახელებას, მესამე ძალა არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ლევან სუცქირიძის პოლიტიკური სუბიექტი ხომ გაჩნდა ცოტა ხნის წინ და მან გარკვეული ნიშა, ვერ გეტყვით რომ 5%-იანი მეთქი, მაგრამ გარკვეული ნიშა აიღო. ლევან სუცქირიძე, გიორგი შაიშველაშვილი, სიკო ჯანაშია, სხვები ძალიან კარგი ხალხია იქ. ეს ამ პოლიტიკურ მოძრაობას თუ პოლიტიკურ პარტიას ქვია თავისუფლების მოედანი. ხომ გაჩნდნენ ფედერალისტები, მართალია მისი ლიდერი, მათი ლიდერი გიგა ბოკერია ეხრახანია პოლიტიკაშია, მაგრამ ახალი ბრენდით შემოვიდნენ ისინი სპექტრში, ვის მოსწონს და ვის არა, მაგრამ თავისი, არ ვიცი რამდენი პროცენტი, მაგრამ თავისი ნიშა მათ უკვე აქვთ.
ხომ არ არის დრო მეთქი ამის თქვა მინდა რომ სხვებმაც აიღონ საკუთარ თავზე ინიციატივა გადაწყვიტონ და შევიდნენ პოლიტიკაში ეს კითხვა დამებადა უბრალოდ და ვიკითხავ თქვენის ნებართვით მათ შორის იმ პირებმაც რომლებიც მეტად იქნებიან იდენტიფიცირებულნი პატიმრებთან ან პატიმრების ნაწილთან მე მესმის რომ ყველა პატიმარს ცხადია პოლიტიკაში ყოფნა შესაძლოა არც უნდა მაგრამ ზოგს შეიძლება უნდა კიდეც და მათი პატიმრების წარმომადგენლები იქნება გარეთ ვინც არიან იქნება და იყვნენ პრეზენტატორები მათი პრეზენტატორები ან მათთან ერთად ერთ პოლიტიკურ სუბიექტში მყოფები აღარ არის ბევრი ვინც პატიმრობაშია სულაც აღარ არის პატარები კი არიან მაგრამ სულაც არ არიან ნამეტანი პატარები მხრის ადამიანები პოლიტიკაში შემოსულან ჩვენს ქვეყანაში და მათი რეპუტაცია ისინი ნამდვილადაც არიან თავისუფლებისთვის ძველები და სინდისის პატიმრები მე გეტყვით რომ ძალიან ან შეუდარებლად მაღალია მარტივად რო ვილაპარაკოთ მზიამაღლობელი არ გადაწყვეტს ალბათ პოლიტიკაში შესვლას ალბათ მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ მზიამაღლობელის პრეზენტატორი რო იყოს ვინმე მზიამაღლობელი რო იყოს რომელიმე პარტიის დამფუძნებელი და ასე შემდეგ წარმოიდგინეთ რამდენ პროცენტს უკვე ამ თავითვე მიიღებდა თუ რამდენ პროცენტიანი რეიტინგი ექნებოდა რომელიმე იმ პოლიტიკურ სუბიექტს რომელშიც სიამაღლებელი იქნებოდა ასე შეიძლება ითქვას მათე დევიზეზე ასე შეიძლება ითქვას ანდრო ჭიჭინაძეზე ასე შეიძლება ითქვას ოლისე ცხადაძეზე ასე შეიძლება ითქვას ბუაძეზე ასე შეიძლება ითქვას ცეცხლაძეზე ასე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად ყველაზე თუ არა ბევრზე მაინც ეს არის ერთ-ერთი საყრდენი საერთოდაც მგონია რომ ადრე იქნება თუ გვიან ეს ადამიანები გვიან თუნდაც საბატიმროდან გამოსვლის შემდეგ მათი ნაწილი პოლიტიკაში შემოვა და ეს ძალიან კარგი მივესალმები ეხლა მეორე სეგმენტი ვისაც მინდა ყურადღების გამახვილება ეს არის ჩვენი მეომრები ნაწილი მაინც ასე ვიტყვი 3000 კაციან მეომართა კორპუსს არ გულისხმობ რომელიც უკრაინაშია მაგრამ ჩვენი მეომრები რომლებმათა ნაწილმაც როგორც იმ პირებმა რომელთა რეპუტაციაც შეულახავი და შეურყნელია ამ დინარაძე რაც შელახავს და შერყვის ამაზე ხო არ ვლაპარაკობთ ხა დინარაძე საკუთარ დედას შელახავს და შეურაცხყოფას მიაყენებს და ამაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ ვლაპარაკობთ შობელს ბაიზდაბას დედაზე ვარ გავამახვილოთ ყურადღება რაც რო არ გავამივიდეს გიბოდიში ხო საკუთარ ახლო ეს ადამიანს შელახავს და ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე რომ ეს ადამიანები ვინც ახლა უკრაინაში არის მათი ნაწილი მცირე ათეული მაგალითად შეიძლება პოლიტიკაში კარგიც იქნება რომ ვიღილოთ არ გულისხმობ ბაიზდაბას მათ ჩამოსვლას მაგრამ მათთან იდენტიფიცირებული პოლიტიკური ჯგუფები ან პერსონები უნდა გაჩნდეს ჩვენ სინამდვილეში წარმოიდგინეთ რომ უცებ ვიღაცამ რომ მითხრა სამშობლოა აქ რა გვარის ადამიანმა რომ მე წარმოვადგენ მამუკა მამულაშვილს ან მე წარმოვადგენ არ ვიცი სხვას და სხვას არ დავასახელებ ხლა გვარებს იმ ადამიანებსაც კი არ გაგაცნობისას მე ვიცნობ პერსონალურად ხო წარმოიდგინეთ რამდენად ბევრ პროცენტს მიიღებს ეს თუ ის ახალი ან ძველი პოლიტიკური ჯგუფი ეხლა ერთი ამბავი ატეხილი მე ამასაც უნდა გამოვეხმაურო ცხადია თემურ ჭყონიასთან დაკავშირებით მე აი რა არ მისმენია და ის არგუმენტები მესმის რა არგუმენტებითაც გამოირჩევიან ადამიანები და ამბობენ რომ თემურ ჭყონიამ ასეთი შეცდომა დაუშვაო და აი რაღაც მადლობა გადაუხადა ბანდიტ ირაკლი კობახიძის არ დამგიმალავთ ხა ეს ჩემთვისაც არ არის ფლაცასიამოვნო ამბავი და მოცოდვა გამხელილი სჯობს მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ რომ მომავალ საქართველოს უნდა ხავდეს რამდენიმე ბოძი პერსონალური პერსონა და რამდენიმე ინსტიტუციური ბოძი ან პერსონები უფრო ესე გეტყვით აი თემურ ჭყონია მე პირადად მესახება ასეთ ერთ-ერთ ბოძად მაგალითად ასევე შემიძლია გითხრათ რომ დოროთე ყურაშვილია ესეთი ბოძი დოროთე ყურაშვილმა ხვალ რა ამ შეცდომა რო დაუშვას თუნდაც შეცდომა დაუშვას ჩვენ მას რაღაც განვიკითხავთ ჩვენ მას ფიგლეჯით და ვაგდებთ ამიტომ დამატებით კიდევ რომ თემურ ჭყონია მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში არის და მთელი ამ ხნის განმავლობაში სამომავლოდაც იქნება სადარაჯოზე ქართული დემოკრატიისა ქართული ბიზნესისა და ქართული მედიისა თემურ ჭყონიას უცოდველება ესროლეთ ასე ვიტყვი
ქვა მეთქი. იმიტომ კი არ რომ თემურ ჭყონიას ვიცნობ და კარგი სალამი მაქვს და არა უბედეს მასთან და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩვენ ასე იოლად ჩემი მოსაზრებით არ უნდა ვწირავდეთ ადამიანებს მათაც კი ვინც შეცდომა დაუშვა. მაგრამ თუ თემურ ჭყონია მაინც და მაინც დიდი დანაშაული ჩაიდინა ბუნებრივია თემურ ჭყონიას კი არ საკუთარ მამას უნდა სწირავდე თუმცა ამთხელა ბრძოლაში ხარ და ჩაიდინა დანაშაული თემურ ჭყონია მე მგონი რომ არ ჩაუდენია მე მესმის რომ ორჯერ ზედიზედ თუ სამჯერ ზედიზედ გადაუხადა მადლობა მოუხადა მადლობა თუ გადაუხადა როგორ არის სწორი ხო მადლობით გამოირჩა კობახიძე ბანდიტის თუ ზოგადად საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ მაგრამ ამასაც აქვს თავისი რაიმდენად გამართლებები რამდენადაც ახსნები კატასტროფულ დღეში ვართ ჩვენ ყველანი და ახლა ჩვენი მიზანი არის რომ როგორც ეს სწორი როგორღაც დავძვრეთ გამოვძვრეთ ამ ვითარებიდან მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს მაგრამ მე ვიცი რა ამ ხელა შეტევებს ან ხორციელებს ქართული რუსული ოცნება პეტროვ ჭყონიას და სხვათა მიმართ და თუ გვინდა რომ ჭყონია იყოს ჩვენი პარტნიორი ახლა ჩვენს მიერ არ უნდა იყოს განწირული ჩემი მოსაზრებით თუმცა რა საკვირველია კრიტიკა ჯანმრთელი თემურ ჭყონიასაც ეკუთვნის და მშობელ მამასაც ამასაც ღიად გეტყვით თუ ეს მშობელი მამა მაინც და მაინც რამეში ცდება რამდენიმე ბურთს უნდა დავეყრდნოთ ჩვენ მოკლედ ამის თქმა მინდა და ბოლო რისი თქმაც მინდა რაც გარდაულა აუცილებელი სათქმელია ჩემი აზრით ეს არის ის რაზეც გავამახვილე ყურადღება რას შვებით სულ მინიმუმ ქართულ რუსულ ოცნებას ის ამოცანების ნაწილი მაინც არ უნდა შევასრულებინოთ რომლების დედლაინად აქვს განსაზღვრული ქართულ რუსულ ოცნებას და რუსეთისაგან აქვს მიღებული დავალებები ამ ამოცანების შესრულების თაობაზე და კიდევ რაღაც დედლაინებია განსაზღვრული. ეს ყველაფერი იწყება დაახლოებით აპრილი-მაისის თვიდან და ჩემი მოსაზრებით სადღაც მარტისთვის ესენი გამოაცხადებენ რიგგარეში არჩევნებს. ჭყონიაც, ყურაშვილიც, დოროთე ყურაშვილი, სხვები და სხვები ვინც იყვნენ და არიან ჩვენი პარტნიორები, აი ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად, იმისთვის რომ ჩვენ ეფექტურად შევეწინააღ სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ და ეფექტურად შევეწინააღმდეგოთ ქართულ რუსულ ოცნებას, რომელიც ასე აპირებს რუსული დამატებით აპირებს რუსული ოცნებების აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ცოტა დამშვიდდეთ, მესმის ყველაფერი ცოტა დავწდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ. ჩვენ ეროვნული ტრაგედიების წინაშე აღმოჩნდებით გაცილებით უარესი წელი გველის 26 ვიდრე 25 იყო და ამ 26 წელზე და რუსეთს როგორ არ უნდა გავაუქმებინოთ დამატებით ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამოცანა შესასრულებელი და ახალი პოლიტიკოსების გასაჩენი გხობს და ვინც ის ისეთები იმგვარ ხალხსაც უნდა დაეყრდონ ის ახალი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა მე ჩამოვთვალე ამ უკანასკნელთა გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით. ასე რომ 26 წიკარსაა მომდგარი, ნუ გასწირავთ დოროთე ყურაშვილს, ნუ გასწირავთ თემურ ჭყონიას, ნუ გასწირავთ ქართველ პატრიოტებს. ნახვამდის.